გამარჯობა, დღეს მე გაჩვენებ თუ როგორ უნდა ვიხმაროთ პროგრამა Share-Man. ჯერ გადმოვწერთ მას, დავაინსტალირებ და ჩავთვალოთ. ცოტა დიდი ხანი იდურთება, ამიტომ ცოტათი გადავახვიოთ. და აი ჩაერთო ჩვენი პროგრამა Share-Man. ანუ პირველ ღილაკს თუ ჩვენ დავაჭირეთ, ჩვენ ამოგვიგდებს ახალ ამბებს. მეორე ღილაკში თუ ჩვენ შევედით, აქ იქნება ლათინური და რუსული ანბანი, იქნება ასოები. მაგალითად A-ზე არის თავისი ფილმები, B-ზე თავისი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ დავაჭირეთ ახლიდან, მაშინ ყველას ჩვენ ამოგვიგდებს. პრიკოლები, თავგადასავლები, სხვადასხვა საბჭოთა კავშირის ფილმები და სხვა. მესამეში არის ისეთი ფილმები, რომელიც არის HD გრაფიკაში. მერე შემდეგი ღილაკი სერიალები, აი სხვადასხვა სერიალები, რომელთა ყურება შეიძლება ონლაინშიც. აქ და რო დააჭერ, ან ჩასაწერად. მერე მუსიკა არის სხვადასხვა. რეპი და სხვა. მაგალითად რეპი მოზე. ეს რომ დავამახსოვრო, ჩვენ გვექნება ჩვენ პაპკაში დამახსოვრებული, ანუ აი ეს. და ამოგიგდებ თუ სად უნდა დაამახსოვროს. მიუთითებ და გადმოწერთ. შემდეგ ფოტოები. აქ არის ფოტოები სხვადასხვა ჩასასმელები ფოტოს და სხვა. მერე თამაშები არის ძალიან კარგი, რადგანაც მე რამდენიმე უკვე მაქვს გადმოწერილი, ყველაფერი მუშაობს. და გირჩევთ, აი პირველი ნახოთ, აი ეს თამაში Prototype 2. ძალიან მაგარია, თუ მოგეწონებათ ითამაშეთ. პროგრამებში არის სხვადასხვა და ბევრი პროგრამა. აქ არის დრაივერები, Photoshop-ი, მოდელებზე არის. აქ არის კიდე აი ეს არის ძალიან კარგი პროგრამა. ეს არის ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვასწავლის მთელ კომპიუტერს რა აქვს მას ისეთი საინტერესო ჩადებული. შემდეგ წიგნები არის საბავშვო, უფრო არის სხვადასხვა და ბევრი არის მოკლედ. და აი აქ არის ზოგში ბიბლიოთეკა, და ბევრი სხვადასხვა სტალკერის თამაშებში იყო. აი სტალკერი ძალიან მაგარი თამაშია და მისი წიგნიც კი არის. და ბოლოს არის სხვა. აქ არის სხვადასხვა პროგრამები. არ ვიცი თქვენთან როგორ ჩანს, მაგრამ ჩემთან რო გადმოეწერთ, კარგად ჩანს. რო გავადიდოთ, ესეთი არის აქ არის ნარკომანებზე, არის სხვადასხვა ისტორია, ნარკომანებზე არის ინფორმაცია და დააჩენე. ჩემი ვიდეო დამთავრდა და
ნახეთ სხვა სხვადასხვა ვიდეოები.